ხშირად მithქვას, რომ ქართული ოცნება საშიშია საქართველოს მოსახლეობისთვის. მათ შორის საკუთარი მხარდამჭერებისთვისაც. შეიძლება და ვინმეს ეს მხოლოდ სუბიექტურ შეფასებად ან გადაჭარბებად მიეჩნია, მაგრამ მგონი უკვე იმ ეტაპზე ვართ, როდესაც ეს შეფასება აღარ არის. ეს რეალობის აღწერა. სახელმწიფოს დეგრადაცია მხოლოდ პოლიტიკურ და მორალურ კრიზისს აღარ ნიშნავს. ის უკვე ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში შემოვიდა. უსაფრთხოებაში, წესრიგში, გადაადგილებაში, ელემენტარულ საყოფაცხოვრებო კომფორტსა და ცხოვრების ხარისხში. გასულმა კვირამ ეს ტრაგიკულმა კვირამ ეს განსაკუთრებით მკაფიოდ დაგვანახა. თბილისში შეიარაღებულმა ადამიანმა 4 მოქალაქეს ესროლა, 17 წლის ბიჭი დაიღუპა. დაკავებულის დედა ამბობს, რომ შვილს წლების განმავლობაში მძიმე ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. შესაბამისი უწყებები ინფორმირებული იყვნენ, მაგრამ იარაღი მაინც დაუბრუნეს და თუ ეს მართლაც ასეა, კითხვა მხოლოდ ერთი ადამიანის დანაშაულზე ვეღარ შეჩერდება. კითხვა და პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ეკუთვნის. როგორ აღმოჩნდა იარაღები პიროვნების ხელში, რომლის მდგომარეობა წლების განმავლობაში პროგნოზირებად საფრთხეს წარმოადგენდა. რატომ ვერ იმუშავა ვერც პრევენციამ, ვერც მონიტორინგმა და ვერც უწყებებს შორის კოორდინაცია. სახელმწიფოს დანიშნულება ხომ მხოლოდ დამნაშავის დაკავება არ არის, მისი მთავარი მოვალეობა ტრაგედიის თავიდან აცილება. ეს ერთი კონკრეტული ტრაგედია არ ყოფილა. ამ ერთმა კვირამ კიდევ რამდენიმე განსხვავებული ამბავი გვაჩვენა, რომელთაც ერთი საერთო მიზეზი აქვთ. სახელმწიფო სულ უფრო ხშირად ვეღარ ასრულებს თავის მთავარ ფუნქციას, დაიცვას მოქალაქე. ნახეთ, როგორ დასრულდა რამდენიმე დღიანი პროპაგანდისტული კამპანია ქუჩაში ძალადობით. ჯერ ახალგაზრდა იუმორისტი მონიშნეს, შემდეგ მის წინააღმდეგ სიძულვილი გააღვივეს, ბოლოს ფიზიკურად გაუსწორდნენ. შემდეგ სასამართლომაც თავისი ბეჭედი დაუსვა ამ დანაშაულებრივ ჯაჭვს და იმავე სასამართლოს ეზოში თავმოყრილი ღირსების დამცველ მამაკაცს და ოვაციით მოძალადის ქმედება საგმირო ეპოსად გადაიქცა. ასე მუშაობს ძალადობის პოლიტიკა. ჯერ სიტყვების და შინაარსის დეფორმირება, შემდეგ სიძულვილი, ბოლოს მუშტი. დაუსჯელი პირიქით სახელმწიფოს მიერ დაჯილდოვებული მოძალადე თავისუფლებაზე პარალელურად Facebook-ის პოსტების გამო ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯეს ჟურნალისტსა და ექიმს. სახელმწიფო მოქალაქეს ფიზიკურადაც ვეღარ იცავს. სამაგეროდ სულ უფრო აგრესიულად ჟის მის კრიტიკულ აზრს. ამავე კვირაში ვნახეთ კრიტიკული ინფრასტრუქტურის სისტემური ჩამოშლაც. ელექტროენერგიის მასშტაბურმა ავარიულმა გათიშვამ ქვეყანა რამდენიმე საათით პარალიზებული დატოვა. გაჩერდა მეტრო, შეფერხდა ტრანსპორტი და კავშირი, პრობლემები შეექმნა ბიზნესს, სასმელი წყლით მომარაგებას, სამედიცინო დაწესებულებებსა და 100,000-ობით მოქალაქეს. და რაც ყველაზე საგანგაშოა, ასეთი მასშტაბის გათიშვა 24 საათში მეორედ მოხდა. ავარია ნებისმიერ ქვეყანაში მართლაც შეიძლება მოხდეს, მაგრამ როდესაც ერთსა და იმავე კრიზისს სისტემური ხასიათი ეძლევა, მხოლოდ ტექნიკურ გაუმართავობაზე ვეღარ ვისაუბრებთ. ეს უკვე მართვის ხარისხის საკითხია. იგივე ვნახეთ თბილისსა თუ რეგიონებში სტიქიების დროსაც. წლების განმავლობაში უგულებელყოფილი რისკები, მოუმზადებელი ინფრასტრუქტურა, დაგვიანებული რეაგირება და შემდეგ პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მცდელობა. სახელმწიფოს ვალდებულებაა მოქალაქის უსაფრთხოება უზრუნველყოს. იქნება ეს ელექტრომომარაგება, გზები, ხიდები, სტიქიის პრევენცია თუ კრიტიკული ინფრასტრუქტურის მუშაობა. სისტემური დეგრადაცია მხოლოდ დიდი კრიზისებით არ იზომება. ის ყოველდღიურ ცხოვრებაში, აი მაგალითად საცობებშიც ვლინდება. ქალაქის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია აუცილებელია, მაგრამ ქალაქის მართვა მხოლოდ ქუჩის, მით უმეტეს მთავარი გამზირის გადაკეტვა არ არის. მართვა ნიშნავს წინასწარ იფიქრო ადამიანზე. როგორ მივა სამსახურში, როგორ გადაადგილდება მოხუცი ან ბავშვი, როგორ გაივლის სასტრაფო, როგორ იმუშავებს საპატრულო პოლიცია და როგორ აიცილებ თავიდან ქაოსს. ამის ნაცვლად სამუშაოების ცუდმა დაგეგმვამ, სუსტმა კოორდინაციამ, პატრულის პასიურობამ, ზოგან საერთოდ არ ყოფნამ, ინფორმაციის ნაკლებობამ და ქალაქის ცენტრის სატრანსპორტო სპეციფიკის გაუთვალისწინებლობამ სრული კოლაფსი შექმნა. ქალაქის ცენტრში გადაადგილება უმძიმეს გამოცდად იქცა, ხოლო იქ მცხოვრები ადამიანებისთვის, ოჯახებისთვის ყოველდღიური ცხოვრება გაუსაძლისი გახადა. და ეს მაშინ, როდესაც სასკოლო სეზონი ჯერ კიდევ წინ გვაქვს. ერთი შეხედვით ეს შეიძლება წვრილმანი ჩანდეს ვიღაცისთვის, მაგრამ სწორედ ასეთი წვრილმანებით ინგრევა ცხოვრების ხარისხი და ქრება მოქალაქის ნდობა სახელმწიფოს მიმართ.
მკვლელობა, წახალისებული ძალადობა, აზრისთვის პატიმრობა, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის გათიშვა, სტიქიისთვის მოუმზადებლობა და ქალაქის ცენტრში შექმნილი ქაოსი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ამბები არ არის. ეს ერთი პროცესია. პროცესი, რომლის დროსაც ხელისუფლება სახელმწიფოს თანათან აკარგვინებს მთავარ ფუნქციას, დაიცვას მოქალაქე, იზრუნოს მასზე და მისთვის ნორმალური ცხოვრების პირობების შექმნას. ეს საფრთხე არ არჩევს ვინ მის აძლევს ხმას. ელექტროენერგია ყველას გვეთიშება. საცობის გამო სასწრაფო ყველასთან ერთნაირად იგვიანებს. სტიქია პარტიულ ბილეთს არ ითხოვს. ქუჩაში გასროლილი ტყვია კი პოლიტიკურ კუთვნილებას არ ამოწმებს. ამ ფონზე ხელისუფლება კვლავ მოგონილ მტრებზე, შეთქმულებებსა და უცხოურ ძალებზე გვესაუბრება. ქართველებს ხელოვნურად უპირისპირებს ერთმანეთს, რათა პასუხისმგებლობა ყოველთვის სხვას გადააბრალოს. რეალური საფრთხეები კი სულ უფრო ხშირად სწორედ იქ ჩნდება, სადაც სახელმწიფოს თავისი საქმე აქვს საკეთებელი. სახელმწიფო, რომელიც მოქალაქეს ვეღარ იცავს, ქალაქს ვეღარ მართავს, ინფრასტრუქტურას ვეღარ ამუშავებს, მოძალადეს ახალისებს და თავისუფალ სიტყვას სჯის, უკვე მხოლოდ ცუდად მართული სახელმწიფო აღარ არის. ის ყველასთვის საშიში სახელმწიფო ხდება. მათთვისაც, ვინც ამას დღეს ჯერ კიდევ ვერ ამჩნევს, რადგან კერძო სასახლის სახურავიდან აფრენილი ვერტფრენიდან დახურებს ქვეყანას, მათთვისაც, ვის მშიერ კუჭსაც ომის შიშით და სიძულვილით კვებავენ და ხელისუფლებას ჯერ კიდევ უჭერს მხარს. რადგან სანამ საზოგადოება სახელმწიფოს მოგონილ მტრებზე აჩხუბებენ, ჩვენს ფეხქვეშ ნამდვილი სახელმწიფო გვენგრევა. და როდესაც ის საბოლოოდ ჩამოიშლება, ნანგრევებში ხელისუფლების მომხრე და მოწინააღმდეგე ცალ-ცალკე არ აღმოჩნდებით. იქ ყველანი ერთად მოყვებით.